მოცემულ გაკვეთილში ჩვენ ვიმუშავებთ ტაიპ პანელებთან. თუმცა სანამ გაკვეთილზე გადავალ, ტრადიციულად შეგახსენებთ, არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, ვიდეოს მოწონება. ეს ჩვენ დაგვეხმარება არხის განვითარებასა და მეტი კურსის დამატებაში ჩვენს არხზე. აგრეთვე თუ კი გსურთ მიიღოთ ის გრაფიკული მასალა, რომელიც გამოყენებულია კურსში, მოგწერეთ თქვენი ელექტრონული პოსტის მისამართი კომენტარებში და ჩვენ აუცილებლად გამოგიგზავნით ყველა გრაფიკულ მასალას ელექტრონულ პოსტაზე ვექტორული სახით, რომ გამოიყენოთ ილუსტრატორში. ეხლა კი დავუბრუნდეთ გაკვეთილს. პირველ რიგში გამოვიტანოთ ტაიპ პანელები ეკრანზე. ამისათვის გადავიდეთ მენიუში Window, ილუსტრატორში, Window და მივიტანოთ თაგვის კურსორი ბრძანებასთან Type. ვიპოვოთ ეს ბრძანება, ჩავკვიდეთ ქვემოთ და აქ Type. და ხედავთ, აქ არის პანელები წარმოდგენილი, სხვა პანელი. გასულ ქვემენიუში დავაწყაპოთ პანელის ხარაქტერ სახელზე მის გამოსატანად. Type-ში ხარაქტერ. და ხედავთ გამოტანილია, ესეთი სახით იქნება გამოტანილი ხარაქტერი. ასევე გამოვიტანოთ open type-ი, ისევ types დავუბრუნდეთ და გამოვიტანოთ open type. ესეც გადმოვიტანოთ, ესე ცალკე იქნება გადმოტანილი. ამის შემდეგ ისევ გადავიდეთ მენიუში Window, შევასრულოთ, ჩამოვიტანოთ კურსორი ბრძანებაზე Type და ავირჩიოთ პანელი Character Style. Type-ში Character Style. ხედავთ, ესე ცალკე პანელად იქნება გამოტანილი Character Style-ი. და ის გაიხსნება პარაგრაფ Style პანელთან ერთად, ესე, როგორც იყო. ადგილება, ასე გაიხსნება, ორი პანელი იქნება ერთი მეორეში. განათავსეთ ეს პანელები ერთად დოკში მარჯვენა ნაწილში. დოკი ამას ეწოდება დოკი. ამისათვის გადმოვიტანოთ ეს დოკზე და ხედავთ ეს ლურჯი ხაზი გაჩნდა. მოვკიდოთ პანელს ხელი, გადმოვიტანოთ ისე ლურჯი ხაზი გაჩნდა. ხედავთ, აქ და გადმოვიტანოთ open type და სადმე აქ ჩავსვათ. ხედავთ, აქ გვაქვს მთელი პანელები ყველა გამოტანილი. რა პანელით არ გვჭირდება, ხო? აქ თქვა libraries, ამ წუთას არ გვჭირდება, შემიძლია მოვკიდო ხელი, გადმოვიტანოთ დავხურო. graphic style-შიც პრინციპში ამ წუთას არ დამჭირდება, არც appearance-ი, შემიძლია ისინი დავხურო და მოგვიანებით გამოვიტანო. graphic style-ში შემიძლია გავთიშო, პრინციპში შემიძლია რამოდენიმე ერთი მეორეში გავაერთო, თქვა color wide და color-ი, ესე ერთი მეორეში ჩავსვა და ხედავთ, აქ ცალ-ცალკე არიან ისინი, ეს გადმოვიტანო აქ და აქ გადმოვიტანო, აქ ჩავსვა, რომ ერთად იყვნენ და დავალაგო როგორც მე მინდა. პარაგრაფები აქ ამაკ განლაგებული და სიმბოლოებიც აქ არის განლაგებული, დამჭირდება სიმბოლოებიც მომავალ გაკვეთილში. კეთილი. ახლა ჩვენ გავივლით ზოგიერთ ამ პანელს იმის სანახავად, თუ რას აკეთებენ ისინი. იმისათვის რომ უკვე გესმოდეთ როგორ უნდა გამოიყენოთ ისინი ტექსტზე ილუსტრატორში, დავიწყოთ პანელით ხარაქტერ. გადავიდეთ აქ ხარაქტერში, ამ პანელით დავიწყოთ. პანელის სიმაღლის გაზრდა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ როგორც გინდათ. აქ სულ პრინციპში აღარც მასლებს მეტის გადიდების უფლებას და მოჩანს კიდეს ყველაფერი. გამოყოთ ილუსტრატორში საკონტაქტო ინფორმაციის ტექსტი. თქვა ეს ტექსტი მთლიანად. პანელში ხარაქტერ დავაწყაპოთ პანელის დამატებით მენიუს ღილაკზე ზედა მარჯვენა კუთხეში, აქ და ჩავთვალოთ ბრძანება show options. თუ რა თქმა უნდა ის არ გაქვს ჩართული. ხედავთ გაიხსნა ესეთი show options-ის მონაცემების პანელი. ასევე ჩვენ მონაცემების სრულ მოცულობას დავინახავთ. პანელის თავში განლაგებულია შრიფტის შესაცვლელი სია. აქედან შეგვიძლია შრიფტი ვცვალოთ
რომელი შრიფტიც მოგვინდება. რა შრიფტიც მოგვინდება დავწეროთ. სიაში არჩეულია იმ შრიფტის სახელი, რომელთაც არის შესრულებული ტექსტი. ანუ აი ეს ტექსტი შესრულებულია არეალით. ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვიძლია შრიფტის შეცვლა ამ სიაში. შრიფტის სიის ქვემოთ შეგვიძლია შევცვალოთ შრიფტის სტილი. ნუ აი აქ ხედავთ სტილები არის წარმოდგენილი. ნუ აქ არის იტალიკ, დახრილი და დაწყებების გარეშე მიტანის დროსაც კი გვიჩვენებსას წარმოადგენს boldi, ანუ გამუქებული bold იტალიკი, გამუქებული და დახრილი black-ი, narrow bold იტალიკი, narrow იტალიკი, ნუ რომელ საერთოდ ეს თქვენი შეხედულების სამებრო ხდება არჩევანი. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთ შრიფტს მხოლოდ ერთი ან რამდენიმე სტილი გააჩნია. თუ რომელიმე შრიფტის არჩევის შემთხვევაში სტილების სიაში წარმოდგენილია ერთი ან ორი სტილი, აი აქ, ანუ მარტო რეგულარი მაგალითად, ან მარტო იტალიკი, ან რეგულარი და იტალიკი, ესე იგი ამ შრიფტს ერთ-ერთი სტილის მხარდაჭერა აქვს. მაგალითად, თუ ჩვენ გვინდა რომ შრიფტი იყოს გამუქებული bold, მაგრამ სტილების სიაში მხოლოდ regular და italic არის წარმოდგენილი, ესე იგი ეს შრიფტი არ არის მხარდაჭერილი bold სტილით და ჩვენ შრიფტი უნდა შევცვალოთ. ამ პანელში ჩვენ შეგვიძლია შრიფტის ზომის შეცვლაც. ნუ, აი აქ პეტების მიხედვით და აქ ჩვენ წინა გაგვეკლზე ვსაუბრეთ, შემიძლია ორჯერ ჩავაწყაპო, თუ მოცემული ზომა არ არის და ჩავწერო რა შრიფტიც მინდა, რა ზომაც მინდა. აქვე შესაძლებელია მანძილის შესვლა სტროფებს შორის, ნუ გასწრილ, აი აქ ხედავთ, შეგვიძლია შევცვალოთ სტროფებს შორის რა მანძილი უნდა იყოს. რაც უფრო გავზრდით, ხედავთ სტროფებს შორის მანძილი იზრდება. Scanning-ი დაგენება, ნუ აი აქ გვაქვს scanning-ის დაგენებები, არეგულირებს მანძილს ორ სიმბოლოს შორის. აი აქ ხედავთ, თუ კი თქვათ მე ავირჩევ სიმბოლოებს ორ სიმბოლოს შორის დაგენებას, ნუ აი აქ შემიძლია გამოვყო რაღაც ტექსტი და scanning-ის მეშვეობით, ნუ აქ მეუბნება რომ ნულია დაგენებულიო და ნუ აი აქ უკვე შემიძლია ხედავთ შევცვალო როგორც მინდა. ან ჩავაწყაპო და დავაყენო ჩემი სასურველი ზომა. ეს დაგენება სასარგებლოა სათაურების შექმნისას. მის გვერდით შეგვიძლია დავარეგულიროთ მანძილი ყველა ასოს შორის ტრეკინგის დაგენებით. ანუ აი აქ ხედავთ ტრეკინგებს. შეგვიძლია ტრეკინგები დავაყენოთ, ანუ სიმაღლე ასოების, სიფართე თვითონ ასოს დაცილებები არ არის ეს. ზედა ინდექსი თქვა თუ კი მინდა აი კვადრატულობის ან ვალენტობის ჩაწერა, გრადუსი, თვითონ მოტრიალების ტექსტის სტროფის, ანუ ჰორიზონტალურად დავაყენოთ, ვერტიკალურად დავაყენოთ, ნუ მაგალითად მინდა 45 გრადუსით მოვატრიალო, enter და ხედავთ რომ 45 გრადუსით მოტრიალდება ტექსტი. მინდა მაგალითად 190 გრადუსით მოტრიალება, ნუ ხედავთ 90 გრადუსით მოტრიალდება ტექსტი. ეს შეგვიძლია გავაკეთოთ. სიმბოლოების მასშტაბის შეცვლა ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად ამას აკეთებს ეს. მაგრამ გირჩევთ ამ დაყენებასთან ფრთხილად იყოთ, რადგან ამ გზით იცვლება შრიფტის სიზუსტე ტექსტში. შეგვიძლია ღერძებზე ტექსტის გადაადგილება და ცალკეული სიმბოლოების ამოტრიალება განსაზღვრული გრადუსით. ნუ მაგალითად, აი ასო მინდა რომ იყოს მოტრიალებული, თქვათ 45 გრადუსით. ნუ ხედავთ 45 გრადუსით მოტრიალდა. აი ეს სიმბოლო. ნუ თუ საპირისპირო მხარეს მინდა მოვატრიალო, მაგ შემთხვევაში -45 დავწერ და პირიქით მოტრიალდება, ხო? ესეც შეგვიძლია ისეთი ეფექტები შეგვიძლია ვაკეთოთ. პანელის ქვედა ნაწილში მოცემულია შესაძლებლობა დააყენოთ მთავრული ნუსხური ასოები, სუპერსკრიპტი, საბსკრიპტი. საუბარია აი ამაზე. სუპერსკრიპტი არის აი ზედა რეგისტრი, აი კვადრატულობის, კუბობის, ანუ ხარისხის დასაცერად, ხოლო საბსკრიპტი არის ვალენტობა, მაგალითად, აი ქიმიურ ელემენტებს რომ ვალენტობა გააჩნიათ, აი მის აღსანიშნავად.
ხაზგასმა შეგვიძლია დავაკენოთ ტექსტზე, ну მაგალითად თუ ტექსტს მოვნიშნავ, შემიძლია ხაზგასმა გავუკეთო, underline-ი, შემიძლია ხაზგადასმა დავაკეთო, ხაზი გადავუშვა, ფასებს, ვთქვათ, flyers ვაკეთებ და ძველი ფასი, ახალი ფასი მინდა. შეგვიძლია შევცვალოთ ენა ან დავაკენოთ anti-alias. ну აქ ენა შემიძლია დავაკენო, ან შემიძლია აი აქ baseline-ები ღერძზე ვამოძრაო და დავაკენო anti-alias-ები. ну აი აქ არის ეს დაკენებები წარმოდგენილი. მონაცემის ხარაქტერს დამატებით ჩვენ გვაქვს მონაცემი პარაგრაფი. თუ გადავალთ პარაგრაფებში, აი აქ ამ კომბინირებულ პანელში შეგიძლიათ შეცვალოთ ტექსტის სწორება. ტექსტის სწორების ქვემოთ, ну, ოღონდ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ტექსტის სწორების შემთხვევაში მთლიანად ტექსტი უნდა იყოს გამოყოფილი, თქვათ შუაში მინდა ეს ტექსტი, ორივე მხრიდან სტროფები გასწორებული, მარცხნიდან მარჯვნივ, მარჯვნიდან მარცხნივ, ანუ როგორ მინდა გავასწორო ტექსტი. ტექსტის სწორების ქვემოთ განლაგებულია აბზაცებისა და დაცილებების მონაცემები, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია სხვადასხვა დაცილებების შექმნა ტექსტში, როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური. ну აი აქ დაკენებებით, რა თქმა უნდა, და თვითონ ისრები გვიჩვენებს რას აკენებს. ну აქ ფოტოსთან, აბზაცთან მიმართებაში, აბზაცის ქვემოთ, ზემოთ, აბზაცამდე, აბზაცის შემდეგ, როგორ გვინდა დაცილება იყოს. ახლა განვიხილოთ პანელი styles. გადავიდეთ styles-ზე, ეს შევკეცოთ აღარ გვინდა. styles-ი ჩვენ გვაქვს character styles, აი აქ, სტილები, ხედავთ, ну გავზარდოთ პანელი ცოტა, აი აქ, ხედავთ სტილებს. დავიწყოთ paragraph styles-ით, აი ამ დაგენებით. გამოვყო სათაური პროექტში, ну აი ეს სათაური გამოვყოთ. შევქმნათ ახალი სტილი მის საფუძველზე. თუ საჭიროა სახელის დარქმევა ახალ სტილზე, დააწექით ღილაკზე option mark-ზე ან alt PC-ზე. და დააწყაფეთ ღილაკზე new style. აი აქ გვაქვს ღილაკი create new style. აქ შეგვიძლია, რა თქმა უნდა, სახელი შევცვალოთ და ვთქვათ my style. my style. ასეთი სახელი შემიძლია დავარქვათ. ასე ავტომატურად გაიშვებს მონაცემი paragraph style-ი და თქვენ შეძლებთ დაარქვათ სახელი და ნახოთ ყველა შესაძლო მონაცემი ახალი სტილისთვის. გახსნილ ფანჯარაში, როდესაც აი ეს სტილი მაქვს, აი აქ გაიხსნება სტილების ფანჯარა, მენიუში შემიძლია შევცვალო ასოების ფერი, გამოტოვებები, ტაბულაციები და სხვა მრავალი რამ. სრულების შემდეგ უბრალოდ აი აქ ყველაფერს შევცვლი ამ my style-ში, ტაბები, თვითონ შრიფტები, გამუქებები, გამოტოვებები, ფერი, შრიფტის მაგალითად, აი აქ შემიძლია აბსოლუტურად სხვა ფერი ავიღო, დავაწყაპო ფერის სიმბოლოზე და ავიღო ეს წითელი ფერი და ну აი ამ ყველა დაკენების შემდეგ, როდესაც ყველა დაკენებას განვახორციელებ, უბრალოდ დავაწყაპებ ღილაკზე OK და დავადასტურებ ამ სრულებას და ხედავთ რომ სტილი შეცვლილი. თუ თქვენ აბზაცში ტექსტის რაიმე მონაკვეთი სტილის შეცვლა გსურთ, თქვენ უნდა გამოიყენოთ პანელი character styles უკვე და არა paragraph styles. პანელზე character styles ისევე შეიძლება სტილების დაკენების გამოძახება, როგორც ეს paragraph style-ის შემთხვევაში ხდება. ну პირველ რიგში ქმნით რაიმე ახალ სტილს, ну აქ არქმევთ სახელს, რაღაცა style მაგალითად და ну აქ ცვლით ყველაფერს. ну თქვათ ფერი რო შევცვალოთ და ავიღოთ თქვათ მწვანე და OK. მაგრამ აქ საუბარია, როდესაც თქვათ აი 100 მინდა და ну აქ დავაწყებებ პირდაპირ არჩეულ სტილზე, შექმნილ სტილზე და ხედავთ როგორ სწრაფად შეიცვალა ეს სტილი. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ შექმნილი სტილი ტექსტის გამოყოფილ და შექმნილ გამოყოფილ ნაწილზე, შექმნილ სტილზე დაწყაფებით. თუ კი ახალი სტილის მარჯვნიდან გამოსახულია პლუსი, აი აქ პლუს ნიშანი თუ გააჩნია, ესე იგი ეს override რეჟიმში იმყოფება და მის გამოსაყენებლად საჭიროა ღილაკზე option ან alt დაწოლა და ისე დაწყაფება. ახალი სტილი გადაეწერება ძველს.
თქვენ შეგიძლიათ ახალი artboard-ის შექმნა და სავიზიტო პარადის ასლის დახატვა. ამისათვის აირჩიეთ ხელსაწყო artboard ხელსაწყოების პანელზე, ესე. აქ გადმოვწევ ხა ამას, შევქმნი ახალ artboards, ხედავთ აი აქ. და ამით შეიქმნება ახალი artboard. იმისაც რომ გამოიტანოთ მზა დიზაინიდან, დააწექით ფილაკზე Alt და გადმოიტანეთ ფონი, აი აქ Alt დავაწვევი და ფონს გადმოვიტან აი აქ. ხო? ჩვეულებრივად შემიძლია. ან შემიძლია უბრალოდ background-ი თუ კი მინდა გამოვიყენო აი აქ, უბრალოდ ავდგები და აი ამ ფერს ავირჩევ. ამის შემდეგ გამოვყოფ აქ select და ამ select-ში უკვე artboard-ში artboards აი აქ კონკრეტულად artboard-ზე გამოვიყენებ უკვე შევქმნი კვადრატს აი ესე და ამ კვადრატში ხედავთ ჩაისხა ის ფერი რომელიც ჩვენ გვაინტერესებდა. დასასრულს უბრალოდ გაასწორეთ ფონი, თუ კი ფონის გასწორება გსურთ, აქ ხედავთ აქედან შემიძლია ეს მართო, დავაპატარავო, მოვატრიალო, გადავიტანო, გადმოვიტანო, ხედავთ ხო, მოდით გავაუქმებ აქ და ავიღებ ისე artboards, Alt დავაწვევი და შემიძლია აი აქ ავძევ, ხატო, ვაკოპირო, გადავიტანო, გადმოვიტანო, როგორც მინდა, ხო, ხედავთ დაკოპირდა ჩვეულებრივად. მოდით ჩამოვწევ, ხედავთ. გადმოვიტანე, კიდევ ერთი artboard-ი მაქვს, Alt-ით განსაკუთრებით. ასე შემიძლია რამოდენიმე artboard-ი შევქმნი. artboard-ების უკეთ დასანახად, უბრალოდ გავადიდებ, დავაპატარავებ და თუ კი artboard-ი აღარ მინდა, უბრალოდ მოვნიშნავ artboard-ს და დავაწვევ delete ან backspace. და შემდეგ გავადიდებ უკვე იმ artboard-ს, რომელთანაც ვმუშაობ. როგორც გავთ საკმაოდ მარტივი სამართავია. გაკვეთილის დასასრულს შეგახსენებთ არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თუ კი მოგეწონათ, მოიწონეთ ჩვენი ვიდეო გაკვეთილი.